ამ აქციას 8 აპრილის აქციას და ერთ-ერთი არის სწორედ ჯგუფი ფარი, რომლის დამფუძნებელი გიორგი თავდგირიძე ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. საღამო მშვიდობისა, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ აი ამ უწყვეტი პროტესტის დროს ჩნდება იდეები, ჩნდება ახალი ფორმა იმისა, თუ რა უნდა დაემატოს ამ პროტესტს. ახლა როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ახალი ფორმაც არის ყველაფერთან ერთად ამ პროტესტის, როდესაც 8 აპრილს 24 საათიანი აქცია დაიგეგმა. გვითხარით თუ შეიძლება და რომელსაც თქვენც უერთებით, გვითხარით თუ შეიძლება რატომ აქვს მნიშვნელობა და რა დატვირთვას ატარებს ეს 24 საათიანი პროტესტი. საღამო მშვიდობისა, მივესალმები თქვენ მაყურებელს, პირველ რიგში გილოცავთ ხარებას, ასევე გილოცავთ თქვენს ხარებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს ხანში საქართველოს მართლაც და ქართველი ახალგაზრდები გახარებული იყვნენ იმით, რომ რეჟიმს რაც შეიძლება მალე დავასრულებთ. და 8 აპრილი და 9 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ უდიდესი მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს სინდისის პატიმრების წინაშე, მათ მშობლების წინაშე და ნებისმიერ მათ წამოწყებას ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით. ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ წარმოუდგენელია, რაც აქ ჩაიდინა რუსეთმა, როდესაც ახალგაზრდები დაგვიჩეხა ნიჩბებით და არა მხოლოდ ახალგაზრდები, ფაქტიურად თავისუფლებისთვის მებრძოლები და თავისუფლებისთვის ბრძოლა სისხლში ჩახშობა მოინდომა, მაგრამ ვერაფერი დააკლო საქართველოს ნებას, ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები, ყოფილიყვნენ თავისუფლები. ეხლა ამ რუსების გაგრძელება, ამ ნიჩბიანი როდიონოვის არმიის გაგრძელება ოცნების რეჟიმის სახით და ოცნების ლიდერების სახით ხვალ შეეცდება, ზეგ შეეცდება, რომ პატივი მიაგოს და ეს ფარსი ჩვენ არ უნდა დაუშვათ. ეს იქნება იმ ხსოვნის შეურაცხყოფა, იმ ადამიანების წინაშე, ვინც ეს თავისუფლებად, თავისი სისხლით მოგვიტანა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 24 საათი ყველა ქართველი, ვისთვისაც საქართველოს ღირსება, თავისუფლება, საქართველოს ისტორია მნიშვნელოვანია, უნდა იდგეს აქ და კიდე ერთხელ ესე ხალხნავლად დავანახოთ რეჟიმს, რომ ჩვენ არ დაუშვებთ რუსების დაბრუნება საქართველოში. ბატონ გიორგი, როგორ ფიქრობთ? დიახ, დაასრულეთ, შემდეგ დაგისვამ შეკითხვას. ხო, მესამე ფაქტორი რაც არის, ჩვენ პროტესტის პირველ ეტაპზე და პირველ ფაზაში ძალიან კარგი საზოგადოებრივი ჯგუფები მივიღეთ, რომელსაც უზარმაზარი ენერგია გააჩნია, მაგრამ მაინც ეს დეცენტრალიზებული, გარკვეულწილად არაკონსოლიდირებული ძალისხმევა მაინც რაღაცნაირად შედეგამდე, ამ თავარ შედეგამდე ვერ მივედით. ამიტომ ხვალ კიდე ერთხელ ეს ცალკეული ჯგუფი, რომელსაც ეს კონსოლიდაცია დაწყებული აქვს, ერთმანეთში საუბარი დაწყებული აქვს, ხვალ ერთად ათენებს ღამეს, კიდევ უფრო შემჭიდროვდება, კიდევ უფრო დაახლოვდება და ჩვენ აუცილებლად ამ 24 საათიან პროტესტის შემდეგ, 24 საათიან აქციის შემდეგ შევთავაზებთ ოცნებას, უბრალოდ შევთავაზებთ არა, დავანახებთ მათ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოულოდნელ დროს, მოულოდნელ ადგილას, მოულოდნელად ძლიერი პროტესტი შევთავაზოთ, ისე რომ არ გავჩერდებით ამაზე დიახ, კიდევ მაინტერესებს დაგისვათ შეკითხვები ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აი უშუალოდ 8-9 აპრილთან დაკავშირებით მაინც მინდა გკითხოთ თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, რას ფიქრობთ, რეჟიმი გაბედავს რაიმეს, ან ეცდება მაინც რომ იქ მივიდეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვადევნებთ წლების განმავლობაში ღალატის აი ამ ტრაექტორიას, გასულ წლებში მაინც რაღაცნაირად მიდიოდა და ესე ფარისევლურად იქ დანყვავილები მიქონდა, ან განცხადებებს აკეთებდნენ. როგორ ფიქრობთ, ხვალ ზეგის ამას გაბედავს? სიტყვა გაბედავს ცოტა ისეთი თემა, ის გააკეთებს იმას, რასაც მას უბრძანებენ. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რეჟიმშიც გარკვეული გადაადგილებები ხდება, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია თუ რის ინდიკატორია ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ახალი სახეები, ახალი, ესე ვთქვათ, გუნდად ფორმირება, მათ შეიძლება, ესე ვთქვათ, დავალებების
შესრულებით შეეცადონ თავის გამოჩენა, მაგრამ რაც თავარია, ეს არ იქნება გააბედვა, ეს იქნება უბრალოდ 9 აპრილის გამეორება ძალით რუსთაველიდან მომიტინგეების, ახალგაზრდების განდევნა წარმოუდგენელი ფაქტი იქნება და ეს იქნება მათი კიდევ ერთხელ დიდი მორალური მარცხი. უცნაურია, მე ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის ძალიან უცნაურია, რომ რუსთაველზე ჩვენ რუსები გვიგზავნოდეს ჩვენი პროტესტის გამოთქმას, ერთმანეთთან შეხვედრას, გაჩერებას. ძალიან წარმოუდგენლად სამარცხვინო ფაქტია, რომ ქართველები ამას უშვებთ, რომ იძულებული ვართ ახალგაზრდებმა აქ რუსთაველზე ნიღბებით იარონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება და არ დარჩენ ისინი ლუკმაკურის გარეშე ფინანსური პრობლემებით. ბატონო გიორგი, შეეხეთ თქვენ გარკვეულ